მოგესალმებით, მეგობრებო. ეს კვირაც მაქსიმალურად შევძელით, რომ ნადირობის ამბავში კარგი გასვლა გქონოდა მე და ვაჟას. ესეთ ჭაობთან ვზივართ. იქეთ ვაჟაზის, არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. აქ არის ჩვენი ფიტოლები და ველოდებით საღამოს ციხეზე გადაფრენას. იქეთ ის ჩემი ძმაკაცი, კარგი მონადირე, გოგა ლურსმანაშვილი, იქეთ ხარეს. და დღეს ჩამოვედით და მოვასწარით, გამოსულიყავით იხსე სანადიროდ, საღამოს იხსე გადაფრენას დავსწრებულიყავით. ვფიქრობ, რომ გამიმართლებს, ქარი არის. დიდი ტბები რაც არის ყველგან. და ისეთი არაკომფორტული გარემო არის იხისთვის და საჭმელად ყველა ვარიანტში იხვიაქ უნდა მოვიდეს რა. მაგისი იმედი გვაქვს. ეხლა არის 7 საათი და უკვე 7 საათის მერე იწყებს ზოგადად ამ ადგილას იხვი მოძრაობას. ყოველ შემთხვევაში 4 ნადირობა ეგრე იყო და მედია დღესაც ასე იქნება. წარმატებები ჩვენ, წარმატებები თქვენ, აბა დაველოდოთ შედეგებს. მოვიდა. ყურადღებით. კარგია. კარგია, კარგი. არის ჩამოვაგდე იქა. ეს ერთი. რაგუნ მაღალია, მაღალია. რა გუნდი გადავიდა? ჩამოვაგდე, ნახე რა სიმაღლიდან. ხუთი ნომერი, მაინც ხუთი ნომერია. თავზე. აუ, რა მაგარია. ესროლე. მოდია. იქ წავიდე. მოემზადე იქა. დაჭრილია იქა.
დაჭრილია. აუ რას кайფობენ. კაია ბიჭებო დაწყეთ. ვაიმე რა ჩქარა ჩამიარა. აუ მოვალ ახლა ეს ერთი ძალი იხვი შვენიერი იხუკა აგერ მეორე ორივე ხარაზული აი ასე შვენიერი ნადავლია ვაფშე ახალი კურკული აი სულ ახალი მეგონა აგერ რა ძვლები უცებ ზუსტად ორტუჩი აზნები უნდა ავკრიბოთ აუცილებლად ყოველი ნადირობის შემდეგ თუ მაგის საშუალება არის და შესამჩნევი იქნება რა თქმა უნდა ვინც ნახევრად ავტომატებით ნადირობს წვერზე მათ გაგიჭირდებათ პოვნა მაგრამ თუ დაინახოთ აუცილებლად აკრიბეთ რა კი ჩააქრე ვაზნები ბაშიერ პელაგრის სპორტინგის ვაზნები გამოვიყენე დღეს რომელიც მოვიგე ჩემპიონატზე საკმაოდ კარგად იმუშავა კონტეინერო არის 7.5 ვაზნა კარგი სწრაფი ვაზნა აბა